სახელითა მამისათა, დadzისათა, დაწმინისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. გულითადად მოგილოცავთ შობის იგივე განკაცების დღეს უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს დაედო დასაბამი კაცობრიობის გამოხსნას. ჩვენ ადრეც გვიხსენებია, რომ ერთადერთი მიზანდასახულობა ღვთის განკაცებისა, ერთადერთი, არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი, ბუნებითი, ყველაზე არსებითი მნიშვნელობა ღვთის განკაცებისა ეს არის ადამიანთა გამოხსნა. სხვა არანაირი ვალდებულება არ იყო, სხვა არანაირი მიზანი არ იყო მაცხოვრის განკაცებისა. და სწორედ ამიტომაც არის მწამში მუხლი, რომელიც ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდა მოხდა ზეცი და ხორცნი შეისხნა, სულისაგან წმინისა და ასე შემდეგ. ჩვენისა ცხოვრებისათვის, ანუ ცხონებისათვის ერთი და იგივე სიტყვებია. ცხოვრება, ცხოვრება და ცხონება ერთი და იგივე სიტყვებია. მნიშვნელობა არ აქვს ძველ ქართულად ვიტყვით თუ თანამედროვე ქართულად. ესე იგი, ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი გამხდარიყო ღმერთი. ესე იგი, ეგ სულაც არ იგულისხმება ის, რომ ადამიანი ბუნებითად ღმერთი გახდება. ეს შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელი არის განღმრთობა ადამიანისა. ესე იგი, არა ანგელოზებრივი ცხოვრებისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი, არამედ ღმერთის მაგივრობის ცხოვრება. ესე იგი, როგორიც არის ღმერთი ბუნებითად, ჩვენ რომ მადლით ვიყოთ ისეთები, როგორც ღმერთი არის. აი ამისთვის არის მოწოდებული თურმე პოტენციაში ადამიანი. და აი ამ პატივს ხშირად დავით მეფე მეფსალმუნე ესეთი სიტყვებით გამოხატავს. კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო, ბაძვი და იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ესე იგი, კაცი იმ პატივში იყო, რომელიც ღმერთმა მისცა თავის ხატად დაბადებული, მაგრამ არინება მან ეს პატივი და მიემსგავსა ცხოველებს. და დღესაც ვხედავ ჩვენ, რომ ხშირად უფრო მეტად ცხოველების მსგავსნი ვართ, ვიდრე ღვთისა რო არა ვთქვათ, ადამიანებიც კი არა ვართ ხოლმე ხშირად. ღმერთს რო თავი დავანებოთ. იმდენად დაცემულია ყოფა ჩვენი ყოველდღიური. ეს რაც შეეხება განკაცების საიდუმლოს, მაგრამ ხალხურად ამ დღესასწაულს ეწოდება დაბადების დღე. აი, როდესაც იუბილარია ადამიანი, სტუმრები, რომლებიც მიდიან ამ ადამიანთან, რას აკეთებენ? საჩუქრებს ჩუქნიან. ესე იგი, დაბადების დღე ადამიანისა არის საჩუქრების დღედ წოდებული. რა თქმა უნდა, აქ საუბარი ამ შემთხვევაში არ არის უბრალო ადამიანზე. აქ არის ღმერთ კაცის დაბადებაზე საუბარი. მაგრამ მიუხედავად იმისა, ღმერთ კაცი რომ არის მაცხოვარი, რა საჩუქარი მიუტანა მთელმა ქმნილებამ მას? აი, რა მიუტანა ქმნილებამ? რის საჩუქარი დავახვედრეთ ჩვენ აქ რომ მოვიდა? საჩუქარი დავახვედრეთ თქვენ იცით ჯვარცმა და სიკვდილი და გამათრახება. ეს სხვა საკითხია, მაგრამ შობის დღეს, როდესაც მისი დაბადების დღე არის, რა დაახვედრა ქმნილებამ? კაცობრიობამ კი არა მხოლოდ, მთელმა ქმნილებამ. ხა თქვენ, რა თქმა უნდა, იტყვით, რომ რაში ჭირდება ღმერთს, საჩუქრები თუ კი მისია ყოველივე. ნამდვილად მისია და არაფერი საჩუქარი არ ჭირდება. რა უნდა მისცე ღმერთს, როდესაც ღმერთის გაკეთებული და შექმნელია ყოველივე. მაგრამ აი საჩუქარს როცა ვამბობ ჩვენ, იმ კუთხით ვგულისხმობთ, რომ ღმერთს კი არ ჭირდება, ჩვენ გვჭირდება რითი ვუხდით მადლობას, რითი ვუხდით იმ დიდ სიყვარულს, რომ ქმნილება გააჩინა მან. აი ამ კუთხით იგულისხმება, რას
ჩუქნის წუთი სოფელი ახალ შობილ მაცხოვარს ბეთლემში. და არის ძალიან საინტერესო ესეთი საღვთისმეტყველო განმარტება მოცემული საგალობლის სახით. და არის ესეთი გამონათქვამი, რომ როდესაც განკაცდა ღმერთი ქმნილებამ იერარქიულად თუ ჩამოვყვებით. ესე იგი, პირველ რიგში ანგელოზთა წყობამ მიუტანა მას ზღუნად საგალობელი. და თქვენ იცით, რომ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება, ეს იყო საგალობელი იმ ქერუბიმ სერაფიმებისა, რომლებიც სხვა არაფერს არ აკეთებენ, შეიძლება ითქვას, გარდა ღვთის დიდებისა. ესე იგი, რადგანაც ეს ანგელოზები მარად წარემატებიან ღვთის დიდებაში, სხვა არაფერი იციან, შეიძლება ითქვას, თუ არა საგალობელი, მადლის მიერი, მადლობის მიერი საგალობელი ღვთისადმი აღვლენილი და სწორედ ანგელოზებმა, რაც ყველაზე კარგად იციან, ის მიუტანეს ზღუნად ახალ შობილს. ეს არის საგალობელი, შობის საგალობელი. ეს ანგელოზები ზეცამ რა აჩუქა მას? ქმნილებაზე გვაქვს საუბარი. ზეცამ ვარსკვლავი აჩუქა, რომელიც მიუძღვის, თქვენ იცით, აღმოსავლეთიდან ბეთლემისაკენ იმ მოგვებს, რომელიც იყვნენ ვარსკვლავთ მრიცხველები, სხვა არაფერი იცოდნენ მათ და ეს სწორედ ვარსკვლავი აჩუქა ზეცამ. რა თქმა უნდა, ეს ვარსკვლავი ჩვეულებრივი არ იყო, იმიტომ რომ მოძრაობდა არა მხოლოდ ერთი მიმართულებით, რაც ბუნებრივია ვარსკვლავთათვის, არამედ სხვადასხვა მიმართულებით და ზოგი მოძღვრის განმარტებით ეს არა ლიტონი ვარსკვლავი იყო, არამედ იყო ანგელოზებრივი ძალა, მაგრამ ვარსკვლავში გამოხატული. ესე იგი, ზეცამ აჩუქა მას ზღუნად ის, რაც შეეფერებოდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზეცისათვის, ეს არის ვარსკვლავი. ქვეყანამ რა აჩუქა, დედამიწამ რა აჩუქა? ბაგა, ბოსელი, იმიტომ რომ სხვა არ ისურვა მან. ადგილი არ იყო, თავდაბლობით იშვა, მაგრამ ნავთსაყუდელი აჩუქა დედამიწამ. ეს არის ბაგა, იქ მიიწვინა იგი. მოგვებმა რა აჩუქეს? მოგვებმა იცით რაც აჩუქეს. ოქრო, როგორც მეფეს, გუნდრუკი, ანუ საკმებელი, როგორც ღმერთს და მური. მური არის ძვირად ღირებული ზეთი, რომელიც ესმეობოდათ ხოლმე ან მეფეებს, ან მიცვალებულებს. და წინასწარ მეტყველებითი საჩუქარი იყო ეს, რომ მომავალი მიცვალებული იქნებოდა იგი, გამოიხსნიდა რა კაცობრიობას პირველქმნელი ცოდვისაგან. მწყემსებმა რა აჩუქეს? მოგვებმა ეს აჩუქეს, მწყემსებმა რა აჩუქეს? მწყემსებმა გაოგნება აჩუქეს მას. იმიტომ რომ როდესაც გამოჩნდება ეს ანგელოზთა წყობრი, ესენი არიან თავის ფარასთან, ღამი არის და გაკვირვებულები, რომ ისმენენ ამ საგალობელს, თან ეუბნებიან ანგელოზები, რომ თქვენს ქალაქში, დავითის ქალაქში, ბეთლემში, თქვენი მაცხოვარი იშვა, იესო ქრისტე. და მიემართებიან ესენიც იმ ადგილისაკენ. აი ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა. ამ კაცობრიობამ, ესე იგი, უпростоრ ამ ქმნილებამ ეს აჩუქა, ეს ზღვანი მიუტანა, რაც ვიცით ჩვენ. და აი სულ ბოლოს კულმინაცია. კაცობრიობამ რა აჩუქა? თლიანად კაცობრიობამ რა აჩუქა? ანგელოზებმა გალობა, ზეცამ ვარსკვლავი, მიწამ ბაგა და ასე შემდეგ, რაც ჩამოვთვალეთ და თელმა კაცობრიობამ, ძველი აღთქმის კაცობრიობამ ყოველ შემთხვევაში რა ძღვენი მიუტანა მას. და იმ საგალობელში, რომელიც მე მოგახსენეთ, ძალიან უცნაური პასუხია, ესეთი დოგმატური. ძღვნად მაცხოვარს კაცობრიობამ მიუტანა ღვთისმშობელი მარიამი. გასაკვირი ამბავია. რას ნიშნავს ღვთისმშობელი მარიამი რა ძღვენია?
ეს როგორ შეიძლება საჩუქარი იყოს, ადამიანი როგორ შეიძლება აჩუქოს. მაგრამ სინამდვილეში თუ ჩაუღრმავდებით, რა კუთხით არის ნათქვამი ამ საგალობელში ეს სიტყვები ჭეშმარიტად ასია. და რატოა ასე? იმიტომ რომ მთელი კაცობრიობა დაწყებული ადამიდან და ევასაგან და ადრეც მოგახსენეთ რომ მარიამს ეწოდება მეორე ევა და მაცხოვარს მეორე ადამის შესაბამისად. ესე რაც დედამ პირველმა ევამ ურჩობით და ამპარტავნებით დაიმსახურა, ის გამოასწორა ღვთისმშობელმა და იქიდან მოყოლებული, იმ გამოდევნიდან მოყოლებული არ მოიძებნებოდა კაცობრიობაში მსგავსი ქმნილება, როგორიც არის ღვთისმშობელი მარიამი. მთელი კაცობრიობა ემზადებოდა იმისათვის და ამზადებდა საკუთარ თავს იმისათვის, რომ ღირსეული ჭურჭელი გამოენახა ღმერთს, სადაც უნდა დამკვიდრებულიყო იგი. ესე იგი, ღვთისმშობელი როგორი პიროვნებაა, როგორი არსებაა დედაღვთისა. დედაღვთისა არის არსება, რომელსაც ადამისა და ევას პირველქმნილი ცოდვის შედეგი აქვს, პირველქმნილ ცოდვას ატარებს იგი, იმიტომ რომ გენეტიკურად მამისაგან იშვა, მაცხოვრისაგან განსხვავებით, ის მამისაგან არ შობილა. დედისაგან იშვა, მაგრამ მამა არ ყავდა, როგორც ასეთი. ღვთისმშობელს მამა ყავს, დედაც ყავს და მამაც, ანუ გენეტიკური ხაზი აქ სახეზია. შესაბამისად, ის ექვემდებარება პირველქმნილ ცოდვას. მაგრამ მიუხედავად ამისა, პიროვნულად უცოდველია იგი. ესე იგი, როგორი მდგომარეობა, როგორი პიროვნება იყო საჭირო, რომ ერთი მხრივ სრული ადამიანი დაქვემდებარებული წუთისოფლის ცოდვებს იმ გაგებით პირველქმნილ ცოდვას გულისხმობთ, რაც გენეტიკურია ყველა ადამიანში. მაგრამ პიროვნულად უცოდველი იყო. ესე იგი, რამხელა ღვაწლი უნდა ქონოდა დედაღვთისას, პიროვნული ღვაწლი, რომ პიროვნულად უცოდველი, პიროვნული ცოდვები არ ქონდა მას. იმდენად უმციკლო იყო. და სწორედ აი მიუხედავად იმ პირველქმნილი დაზიანებისა და პიროვნული უცოდველობისა, აი სწორედ ამიტომ მკვიდრდება მასში და მთელი კაცობრიობა ამისთვის ემზადება. თორემ მანამდეც მოხდებოდა განკაცება, ესეთი ადამიანი რო ყოფილიყო, როგორც დედაღვთისა შვა ანამ, მაშინ განკაცდებოდა ღმერთი მანამდე, რა თქმა უნდა. მაგრამ არ განკაცებულა, იმიტომ რომ შესაბამისი ჭურჭელი არ იყო, სად უნდა დამკვიდრებულიყო და თან როგორი მდგომარეობაა, რომ მარტო ესეთი ჭურჭელი კი არ არის საჭირო. ამ ჭურჭელმა თავისი პიროვნული თანხმობა უნდა თქვას თან. ის კი არა, რომ ძალმომრეობით ღმერთი ჩასახლდა მასში, დაინახა რა პიროვნული უცოდველობა მისი და უნდა თუ არა, უნდა ჩასახლებულიყო, არ ეკითხება რა ღვთისმშობელს. ეს თირამი არ არის. სახარებაში როგორ არის ნათქვამი? ანგელოზი, როდესაც უცხადებს, რომ შენგან უნდა იშვას მხსნელი სოფლისა, როგორ ამბობს ღვთისმშობელი? და მეყავდმე სიტყვისაებრ შენისა ეუბნება და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი. ესე იგი, სანამ ღვთის დედამ არ გამოაცხადა თავისი პიროვნული თანხმობა იმისა, რომ იქნებოდა ქალწული ამავე დროს და ამავე დროს დედა, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა. გაუთხოვარი ქალი ხდება დედა და სწორედ ამიტომაც, როდესაც ეუბნება გაბრიელი, რომ კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ამ შემთხვევაში ქალთა შორის კი არ იგულისხმება, ან ქალწულთა შორის კი არ იგულისხმება. დედა როცა შვილი ყავს. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, როგორ მოხდება ეს? მე ხო ქალწულობის აღთქმა დავდი ამბობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ამხელა
საიდუმლოს ელაპარაკება გაბრიელი, შეიძლება შეშინებულიყო მარიამი და ეთქვა, მე არ მინდა ესეთი რამ. მე ქალწული უნდა დავრჩე, მე არ მინდა დედობა. და ესე იტყოდა და არ დამკვიდრდებოდა მაშინ მაცხოვარი. მაგრამ მე ყავნ მე სიტყვისაებ შენისა ეუბნება. ესე ამ ხელა სიმაღლეა და მთელი კაცობრიობა ამას ელოდებოდა. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ კაცობრიობამ ღმერთს ზღვნად ღვთისმშობელი აჩუქა. ამაზე დიდი ძღვენი ახლა ღმერთს კი არ ჭირდებოდა სინამდვილეში ეს. ეს ისევ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დედა ღვთისამ რა წამს დაიტია ეს უდიდესი ცეცხლი თავის წიაღში. ჩვენთვის შვა, ჩვენი გამოსახსნელი ცეცხლი შვა მან კაცობრივი ბუნებით. ეს ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ რადგანაც ღმერთი დამკვიდრდა ადამიანური ბუნებით მასში, აი მთელმა კაცობრიობამ ნათქვამია დედა ღვთისა უბოძა მას. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა დღევანდელი დღის უფრო მეტი და მეტი გააზრების უნარი. დაგლოცოთ ღმერთმა, მრავალს დაგასწროთ თქვენ ოჯახებთან ერთად და სრულიად საქართველო. ეს წელი ყოფილიყოს ჩვენთვის, ქართველთათვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა გისურვოთ. პირველი რა თქმა უნდა ღვთისწყალობა. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისწყალობაა, რაც არ უნდა ხდებოდეს. აი ერთი მეგობარი ჩამოვიდა იმ დღეს, ჩემი ძალიან ისეთი ახლობელი კაცი. წასულია მრავალი წელი, საზღვარგარეთ ჩამოვიდა და მეუბნება ესეთ რამეს, რომ შეიძლება დიდი ფული კონდეს კაცო, ალბათ იქ ენახა და უნახავს ეს დიდი ფული და დიდი ყველაფერი, რასაც ვქია და აი ერთადერთი ის მინდა გითხრაო, რომ შეიძლება ეს ყველაფერი კონდესო, მაგრამ სიხარული ღმერთი თუ არ არის შენში, ვერ გექნებაო. და მართლა ესია. ჩვენ დიდი ფული შეიძლება არ გვაქვს, მაგრამ იმას ალბათ ქონდა. შეიძლება აქვს კიდეც, არ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა გქონდესო ადამიანსო, თუ კი ღმერთი არ არის შენ ცხოვრებაშიო, სიხარული ცხოვრების არ გექნება. თითქოს ვიცით, ხო, რა თქმა უნდა ამას. მღვდელმა თუ არ იცი, აბა რაღა უნდა იცოდე მეტი. მაგრამ იმდენად გამომაფხიზლა კიდევ ერთხელ ამ სიტყვებმა, რომ კი შენ რაღაცა გაგეგება თითქოს ჩემ თავს ვეუბნები, მაგრამ სხვა კაცი რო გეუბნება, უფრო მეტი რო ენა უნახავს, ალბათ ცხოვრებაში სხვა ცხოვრება რო უნახავს. სხვა ადამიანები, რომელთაც ღმერთი არ ჭირდებათ, მხოლოდ წაგლეჯვაზე რო ფიქრობენ, აი აქედან გამომდინარე რო გეუბნება, ამას სხვა ძალა აქვს. ხო და აი ღვთისწყალობა, ღმერთთან ერთად ცხოვრება. თუ ეს არ არის, ყველაზე ღარიბია კაცი. სიხარული რო არ აქვს კაცს, აი ყველაფერი აქვს, სახლი, კარი, ჯიპები, ყველაფერი. სიხარული არ აქვს, არ უხარია. ხა მადლი აქვს იმ ყველაფერს? ხო არ აქვს. ბედნიერება არ აქვს გულში და რანაირად იქნება ბედნიერი? უბრალოდ სიხარულის მომტანი ეს ყველაფერი. ეს ბუნებრივია. პირველ რიგში გისურვებთ ღვთისწყალობას, ღმერთთან ერთად ცხოვრებას. ეს პირველი და ალბათ ამისგან განუყოფელი არის ჭკუაზე მოსვლა ჩვენი ხალხისა. ჭკუაზე მოსვლა იგულისხმება, რომ ნაკლებად შურიანები ყოფილიყავით ერთი მეორისადმი. გამტანები ყოფილიყავით ერთი მეორისა. არა ის, რომ ის კარგად არის, მეც კარგად ვარ, 30 დაუშვათ 100,000 იმას აქვს, 100,000 მეც მაქვს. მაგრამ ის ფიქრობს, რომ რატო აქვს იმას? იმას ნული უნდა კონდეს. მე უნდა მქონდეს დაუშვათ 100,000. რატო იმასაც კონდეს კაცო? აი ესე გვეცხოვროს, რომ აი ესეთი მდგომარეობა, ის კი არა, რომ მე ნული მქონდეს და ესი არა. იმასაც კონდეს და მეც მქონდეს. აი ესეთი ცხოვრება, მაგრამ ქართველი კაცი რაღაცა რო უყურებ, თითქოს ყდება ვიღაცა რო კარგად არის, ეს იტანჯება კაცო. ამასაც აქვს, მაგრამ იტანჯება.
არ ვიცი რატოა, ალბათ უჭკუობის ბრალია. და აი ღმერთმა მოგვიყვანოს ჭკუაზე. ესე ღვთის წყალობას გისურვებ და ყველას უფრო მეტი ჭკუა და ერთმანეთის გატანა. ჯვარი გეწეროთ.